მე-15 თუ ბავშვი იზრდება პატიოსნებასა და სამართლიანობაში, ის სწავლობს კეთილისა და ბოროტის ერთმანეთისგან გარჩევას და ეხლა ეს როგორი მნიშვნელოვანია, ხო წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანს ბავშვობიდან ჩაუდო ეს უნარი, რომ ყოველთვის გაარჩიოს სიკეთე ბოროტებისგან. აი ხა დადის ჩვენთან ერთი გოგონა, რამდენი წლის იქნება 27-ის ალბათ. საერთოდ ვერ არჩევს სიკეთეს ბოროტებისგან. აი ვერ ხვდება, ყველას ენდობა, აი კატასტროფა რა. და აი ეს არ ქონდა ალბათ. და იმიტომ ჩამოყალიბდა ესეთად. ნახე რა არ ქონდა, რომ თუ ბავშვი იზრდება პატიოსნებაში და სამართლიანობაში. პირველი მაგალითი პატიოსნების და სამართლიანობის არის მშობელი. ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ ის მშობელი პატიოსნად ცხოვრობს, არის სამართლიანი. აი მაგალითად, სუწვრილმანებში ვლინდება ხოლმე. აი მაგალითად სიტყვაზე ვიღაცა რეკავს, ხო? სახლის ტელეფონზე დაუშვათ, ხო და მშობელი ეუნება შვილს, რომ შვილო წადი აიღე და უთხარი, რომ სახში არა ვარ. აი თითქოს ხო წვრილმანია. всё, იმას დაენგრა იმ ბავშვს ყველაფერი. მის წარმოდგენაში ის აღარ არის პატიოსანი ის მშობელი, ხო? ან თქვათ ბილეთი არ აიღო ავტობუსში და ბავშვი რამდენჯერ მინახავს რომ ბილეთს არიღე. არა უშავს კაცო. всё, დაენგრა. აღარ არის მშობელი სამართლიანი და პატიოსანი და ის ვეღარ იმიტომ რომ ბავშვისთვის, ნახე რატო ენგრევა ეს? ბავშვისთვის ყველაზე სამართლიანი ღმერთივით. ყველაზე მოსიყვარული, ყველაზე პატიოსანი არის დედა და მამა. ნუ ესეა ჩადებული რა ბავშვი. და ის რო ირყევა, მთელი სამყარო უკვე ქაოსში. ჩამოემხო თავზე სამყარო. ვეღარ გაიგო, სად არის სიკეთე, დაიბნა ბავშვი. ამოუყირავდა ყველაფერი. ამიტომ ეს არ უნდა, ყველაზე მთავარია მშობლის მაგალითი რა. და ეგრევე უკვე ისეთ საფუძველს დება ბავშვი, რომ ფსიქოლოგის ხო არის, ფსიქოთერაპევტის ხო არის, ფსიქოლოგი ცნობიერზე ზემოქმედებს, ცნობიერზე და ფსიქოთერაპია არის ქვეცნობიერზე ზემოქმედება და არაჯანსაღი პროგრამების შეცვლა აი ამ ჯანსაღი პროგრამებში. ბავშვების ტრავმის წაშლები ხდება, ხო? კი, როგორ არის? იცი როგორ ხდება, ნახე, აი არის ეგეთი ტრანსი, რომ ქვია სახელად ესე, რომ არასოდეს არ არის გვიან გქონდეს ბედნიერი ბავშვობა. პირდაპირ ესე ქვია ტრანს. და მაგ დროს რას ვაკეთებთ, იცი? ქმნით ახალ სინთეტურ მეხსიერებას ვეძახით ფსიქოლოგიაში. ახალ მეხსიერებას ქმნით, წარმოადგენიებ, რომ თითქოს ისე კი არ იყო, სხვანაირად იყო, როგორც მას უნდოდა, რომ ყოფილიყო. და ახალი მეხსიერება და ის ჭრილობები ხორცდება, იკურნება. ოღონდ ამას ახლა ერთი შეხვედრა არ ყოფნის, რა თქმა უნდა. ხო, ნუ ერთი 10 შეხვედრა მაინც უნდა, რომ მთლიანად ტრანსფორმაცია მოხდეს და ის ტრავმები აღარ აწუხებდეს. ის მეხსიერების თაროზე იდება როგორც უბრალოდ მისი ცხოვრების ნაწილი, ოღონდ ის აღარ არის ემოციურად დატვირთული. ის აღარ აიძულებს, რომ ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ქცევის რაღაცა პატერნი ამოვარდეს და სულ რაღაცნაირად მოიქცეს. და ადრე ის ტრავმა აიძულებდა, სულ რაღაცნაირად რომ არაადეკვატური რო იყოს და მე ხდება ადეკვატური. მის შინაგანი ბავშვი იკურნება, აღარ არის შინაგანი ბავშვი შეშინებული და იკმაყოფილა მოთხოვნილებები და ამშვიდ და შინაგანი ბავშვი, რომელიც ყველას ყავს შიგნით, ყველა ასაკში. შინაგანი ბავშვი არსად არ მედის, სულ რო გაიგიჟო, თავი ვერსად ვერ წავა.